სასაცილო არ არის, გამომიშვით. და თუ არ გავაკეთებთ, მაშინ რა? კარადას გამოვამტრევ. არ გააკეთებ, გაჩუმდი, არ გააკეთებ, ჩუმად. ეს იმისთვისა, რომ გუშინ აუზში ჩაგვაგდე. გოგოებო, მეშინია. შიშისგან არ ჩაიფსა. კარგი, გამოუშვათ, არ მინდა აქ დგომა. კარგი, ლეო, მოიცა, გაგიმართლა. ლეო, კარადაში მართლა ასეთი საშიშია? უბრალოდ კლაუსტროფობია მაქვს. რა? ეს არის შეზღუდული სივრცეების შიში. მოიცა, რატომ უნდა გეშინოდეს მისი? ეს შიში მეც არ მესმის. პატარა ოთახში ზიხარ. დიდი ამბავი. დიდი ამბავი? კარგი, მაშინ მოდი თქვენზე შევამოწმოთ. მოდი გავაკეთოთ. მე და ამელკას შეგვიძლია მთელი დღე კარადაში ვიჯდეთ. არა, კარადაში ძალიან ადვილია. მაშინ რას ვთავაზობ? კუბოში 24 საათიან გამოწვევას გთავაზობთ. ახლავე. კუბოში? სულაც არა. გაგიჟდი? რა იყო? გეშინიათ? კარგი, სულაც არა. შევთანხმდით, მოიცა და ნუ გეშინიათ, ღრმად არ დაგმარხავთ. ამელკა, რას ფიქრობ? თანახმავარ. საერთოდ არ მეშინია. კარგი, ლეო, თანახმავართ. მაგრამ კუბოს საიდან მოიტან? მოიცა, ამაზე არ მეფიქრია. კარგი, რადგან კუბო არ არის, გამოწვევა გაუქმებულია. მოიცა, იდეა მაქვს, წამოდით ჩემთან ერთად. სად მიდიხარ და ნიჩაბი რატომ გჭირდება? კარგი, საშიშ სასაფლაოზე წავალთ და იქ კუბოს ამოვთხრით. ლეო, გაგიჟდი? ვიცოდი რომ შიშრები იყავით. ჩვენ შიშრები არ ვართ. წავიდეთ, ჯინი. ამელკა, რატომ დათახდი? დამშვიდდი, ჯინი. ლეოს კუბოს ამოთვრის გამბედაობა არ ექნება. თუ ის ამოთვრის, ის არ ამოთვრის. აი ნახავ. აი ისიც. საშიში ადგილია. რა მოხდება თუ ვინმე დაგვინახავს? აქ არავინ არ დადის. სასაფლაო 100 წელია მიტოვებულია. ეს არა, ესეც არა. 1779 წელი? ვაუ! ეს საფლავი ცუდი არ არის. ეს ნიშნავს, რომ კუბო კარგია. ამელია, მოიცა, შენ თქვი რომ არ მოთხრიდა. კარგი, იცი? ცოტას გათვლის და გაჩერდება. ლეო, არ გგონია რომ ეს უკვე ზედმეტია? რაზე ლაპარაკო? კარგი. საფლავის ამოთხრაზე. ისინი 100 წელზე მეტია მკვდრები არიან. არ აინტერესებთ. ამელკა, ეს საერთოდ არ მომწონს. მეშინია. აქ არ უნდა მოსულიყავით. ბოდიში, ეს ჩვენი მეგობარია. კი, ლეო, სრულიად გიჟია. ჯობია რომ დაიმალოთ, სანამ დრო გაქვთ. და რა შეიძლება მოხდეს? უბედურება, უთავო კაცის წყევლა მოგადგებათ. სულ ესაა, უკვე მივდივართ. ლეო, წავიდეთ სახლში. რა? რატო? მოხუცმა ქალბატონმა გაგვაფრთხილა, რომ აქ საშიშია. მართლა? რომელი მოხუცი ქალბატონი? მოხუცი ქალბატონი? ის აქ იყო. და სად წავიდა? არ ვიცი, გოგოებო, აღიარეთ, გეშინიათ. არ არის საჭირო მოხუცი ქალბატონების გამოგონება. მაგრამ ჩვენ არ გამოგვიგონებია. ის აქ იყო. კი, თითქმის დავიჯერე. მისმინე, თუ რამე დაგემართება, იცოდე რომ გაგაფრთხილეთ. რა შეიძლება დავემართოს? მკვდარი აღდიება საფლავიდან? კარგი, სასაცილოდ აღარ მეჩვენება. გონი კუბოს უახლოვდები. ეს უბრალოდ თავის ქალაა. თავს ცუდად ვზნობ. ეს ტიპი ცოცხალი რომ იყო, დიდარი იყო. შეხედეთ, რა ნივთები აქვს. საშინელება ჩაიდო. ჯობია ყველაფერი დააბრუნო, სანამ გვიანი არ არის. ბებო, საიდან მოხვედი? რას გულისხმობ? საშინელი ბედი დაგატყდება თავს. რა საინტერესოა? მაინც რა უნდა მოხდეს? გაჩერდი, სანამ გვიანი არ არის. თორემ ძველ ბოროტებას გააღვიძებ ახლა. ბებო, ნუ ღელავ, ამაზე ჩვენ ვისაუბრებთ, ჩვენ გადავარწმუნებთ. მოხუცი ქალბატონი და შენ არ დაგვიჯერე. ლეო, ყველაფერი თავის ადგილზე დააბრუნე და წავიდეთ. კარგი, რომელიმე მოხუცი ქალის გეშინია? სად გაქრა ისევ? მისგან მიხვდები, რომ გიჟია, ჯობია აქ შეხედო, ეს ბევრი ფული ღირს.
არ ვიცი, ლეო, კარგი, გონი უცნაურია, ამ დიდარ კაცს ჯერ კიდევ ბევრი საგანძური აქვს. უფრო ღრმად უნდა გავთხარო. მაგრამ გონი ჯობია მოხუც ქალბატონს მოусმინო და აქედან წავიდეთ. შეგვიძლიათ წახვიდეთ თუ გინდათ. ამელკა, წავიდეთ სახლში და ლეო მარტო დავტოვოთ? ის სულელია, მაგრამ ჩვენი მეგობარია. კარგი, დარჩეთ, მაგრამ მასთან ახლოს აღარ მივალ. ამელკა, რა არის იქ? არაფერი, ალბათ მომეჩვენა. ჯინი, გაიგე ეს? კი, ვიღაც იყო აქ. ეს ალბათ ის მოხუცი ქალია. უბრალოდ ჩვენს შეშინებას ცდილობს. ლეო, ვაღიარებ, მეშინია და არ მინდა არანაირი გამოწვევა. ასე უნდა გეთქვათ თავიდანვე. კარგი, წავიდეთ სახლში. წავიდეთ. შეგვიძლია აქ დავტოვოთ? კარგი, გამორიცხულია. ტყუილად ვხარე? სულ ესაა, წავედი, დავიღალე აქ ყოფნით. ო, ლეო, მოაშორე ეგ რაღაც მაგიდიდან. ეს რაღაც არ არის, არამედ საგანძურია. გამარჯობა, მე კაპიტანი დეთედი ვარ. ახლა თქვენთან ერთად გადმოვალ საცხოვრებლად. არასდროს, არ მინდა ამის სახლში ნახვა. კარგი, თქვენ განგაშის მოყვარულები ხართ. ეს უბრალოდ თავის ქალაა. პატრონი შეიძლება ამ თავის ქალის დასაბრუნებლად დაბრუნდეს? კარგი, ვინ მოვა? უთავო მხედარი? ამელკა, სასაცილოდ მოიქცევი. ამელკა, სტრესში ვარ, კარგი. მოდი აუსთან გავერთოთ. მეც სტრესში ვარ, წავიდეთ, ჯინი. კარგი, წადით, საგანძურს არ გაგიყოფთ. წადით. ლეოს აღარ მოусმენ, აღარასდროს. ეს მორჩა, მას ყოველთვის გიჟური იდეები აქვს. საკმარისია, ჯინი, აღარ მინდა ამაზე ფიქრი. კარგი, ყიდველს სწრაფად ვიპოვი. გოგოებო, აქ ხართ? ბერტა ალბათ ისევ დარბის. გოგოებო, არ დაიჯერეთ. ამჯერად რა მოხდა? სამკაულების მყიდველი ვიპოვე. წარმოიდგინეთ, ის $2000 იხდის. მოიცა, უთხარი რომ ეს სამკაულები საფლავიდან ამოიღე? ნუ გაბედავ ამის თქმას მის წინაშე. მე ვთქვი, რომ ეს ჩემი დიდი ბებიის სამკაულები იყო. კი, ლეო, შენ მატყუ არა ხარ. არა, მატყუ არა, არამედ ბიზნესმენი. ჯობია სიმართლე თქვა. კარგი, ექსპერტს ნუ ასწავლი, ჯობია კლიენტს დაურეკო. ნეტავ ლეოს როგორმე ჭკუა ვასწავლო და ეს კარგი იდეაა. როგორმე შევაშინოთ ლეო, რომ თავის ქალა თავის ადგილას დააბრუნოს. მართალი ხარ ჯინი, გენიოსი ხარ. ახლა ხან რაღაც მოვიფიქრე. ცოტა მეწოდებიან, მაგრამ ისინი ცოცხლები არ არიან. იმედია ეს ლეოზე იმოქმედებს, ასე რომ როგორც ჩანს ყველაფერი კარგადაა. ლეო, აუცილებლად ჩაიფს. ახლა წავიდეთ, სანამ ის ამას დაინახავს. ყიდველი მალე მოვა. ვერ ვიჯერებ რომ განძის პოვნა მოახერხე. როგორ ფიქრობ, ლეომ თოჯინები დაინახა? მე ასე არ ვფიქრობ. მაგრამ ახლა მან ისინი დაინახა. ლეო, ეს რა საშინელებაა? ნუ იგონებთ, ვიცი რომ თქვენ გააკეთეთ. ჩვენ არაფერი გავუკეთებია. რატომ გჭირდებოდა ეს? ნუ იგონებთ, ჩემი კლიენტების შესაშინებლად. ისინი დაკიდებულ თოჯინებს დაინახავენ და გაიქცევიან, იფიქრებენ რომ გიჟი ვარ. ჩვენ ეს არ გაგუკეთებია. ვინ გააკეთა ეს? კარგი, იქნებ ეს მკვდარი კაცია და ის შენ გაფრთხილებს? რომელი მკვდარი კაცი? ეს ძალიან დაბალია ამ თოჯინების ჩამოსაკიდებლად. შესაძლოა მისმა სულმა გააკეთა ეს. გახსოვდეთ გოგოებო, ამ სისულელით ვერ შემაშინებთ. კარგი, არ გამოვიდა, არა უშავს. უფრო დამაჯერებელი რამე უნდა მოვიფიქროთ. გავაგზავნებთ მის შეშინებას? კიდევ რა უნდა გავაკეთოთ? მოდი, კიდევ ერთი იდეა მაქვს.
კარგი. ასე რომ შეხედე რა მაქვს. ო, ახლა ხან ჭამას ვაპირებდი. უბრალოდ. ყველაფერი ასე ჭამო. ხოლო თავები. ო, მესმის, ეს ლეოს შესაშინებაა. ის იფიქრებს, რომ დაწყევლილია. ამელკა, იდეა შესანიშნავია. ლეოს ძალიან უყვარს ეს კანფეტები. თვალსაჩინო ადგილას უნდა დავტოვოთ, რომ აუცილებლად აიღოს. ო, ჭამა მინდა. ო, ჩემო საყვარელო დათვებო. მიყვარს მათი თავის კმენა. ვერ ხვდები, სად არის მათი თავი? აი, ნახე, ეს გამოვიწეროთ. გოგოებო, წარმოგიდგენიათ? დეფექტურ კანფეტებს სავაწყდი. შენი კანფეტებისთვის დრო არ გვაქვს. ნუ იდარდებ. შეხედეთ, ყველა ასეთები არიან. უთავოები. ბოლოს და ბოლოს, მოხუცი ქალბატონი მართალი იყო. ახლა კი დაწყევლილები ვართ. დათვების მოკვეთილი თავები? ეს არის მთელი წყევლა? ეს წყევლა ყოველთვის უდანაშაულოდ გამოიყურება. მაგრამ ეს მხოლოდ თავიდანაა. აჰა, ახლა მივხვდი. ეს ყველაფერი თქვენ გააკეთეთ. არა, რეებს ამბობ საერთოდ? ამის მოფიქრებას კი არ შეგვეძლო. კარგი, ჩვენ ნამდვილად არა. ხედავ, რომ თქვენი პომადის კვალია, ასე რომ საკმარისია. ეს დაინახე? დავინახე კი. ამჯერად რა? სახლში ვიღაც არის. კარგი. ჩემ გაბრაზებას იწყებთ. ვიცი რომ იქ არავინაა. თუ ასეა, მაშინ შედი და შეამოწმე. რაც არ უნდა მოიფიქროთ, არ ვაპირებ რომ წამოვებო. ჰეი, ურჩხულო, გამოდი გარეთ. შეხედე, ვიღაცამ ჯინის სურათი არია. ოღონდ ეს არა. კი, გოგოებო, კარგი მცდელობა იყო. რა კარგად დახიეთ ფოტო. კარგი, ეს ჩვენ არ ვართ. კი, სათამაშოებიდან კვიდეული დავდეთ, მაგრამ ეს ნამდვილად არ ვართ ჩვენ. ანუ აღიარებთ. ლეო, ეს ხუმრობა არ არის. რატომ არ გესმის? სახლში ვიღაცაა. ის კარგი მიზნებით არ მოსულა. რას უყურებთ? მაგარი მაკიაჟია, მეგობარო, დამაჯერებლად გამოიყურება, მაგრამ ახლა შეგიძლია სახლში წახვიდე. ყრუხარ, გაეთრი აქედან. კარგი, როგორ ფიქრობ? ლეო ჯერ კიდევ ცოცხალია? არ ვიცი. იქნებ ჩვენ უნდა დავეხმაროთ მას? დაე, თავი გადაირჩინოს. მისი შეცდომების გამო სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას არ ვაპირებ. ეს რეალურია. ძლივს მოშორდი მას. და ჩვენ გითხარით. გოგოებო, მართალი იყავით. როგორ მოვიშოროთ ის ახლა? საიდან უნდა ვიცოდეთ? მოხუცი ქალი. მან იცის. კი, მაგრამ ის აქ არ არის. კარგი, მაშინ ის უნდა ვიპოვოთ. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ იმ სასაფლაოზე. იქნებ სხვა გზაც არსებობს? სასაფლაოზე წასვლა არ მინდა. წავიდეთ, ლეო. შეცდომა დაუშვი და უნდა გამოასწორო. წავიდეთ. დროის დაკარგვა არ შეიძლება. სულ ესაა, მალე მოვკვდები. კარგი, დავშვიდი უკვე. შენთვის ადვილია თქმა, წყევლა არ გაქვს. შეიძლება მაქვს. ჩვენც ვნახეთ ის უთავო. ბევია. და აი ისიც, წავედით. ლეო, წამოდი. არ მინდა, ის საშიშია. თავის ქალაზე საშინელი არაფერია. წავიდეთ. მოდი. ვიცოდი რომ მოხვიდოდით. თქვენი დახმარება გჭირდება. ჩვენს სახლში უთავო კაცი მოვიდა. ეს აპოკალიფსის წინაპირობაა. იქნებ რაიმე გამოვასწოროთ? თავი უნდა გამოისყიდოთ. შეგეძლიათ უფრო კონკრეტულად ვითხრათ? რთული ბრძოლა გელოდებათ. იქნებ ვერ მიხვდი? წყევლის მოხსნა გვინდა. რა ვქნათ? გახსენით, გონება. გოგოებო, შეიძლება ერთი წუთით გესაუბროთ? გოგოებო, ვერ ხედავთ რომ გიჟია? ლეო, მართალია, საერთოდ ვერ გავიგე რას ამბობდა. ის გაუგებრად ვაბარაკობს. ხალხო, გაიღვიძეთ. ხოლოდ მას შეუძლია ჩვენი დახმარება. დარწმუნებული ვარ, არც კი ახსოვს რა ჭამა მან საუზმეზე. კარგი, რატომ უნდა ვიცოდეთ რა შეჭამა? საუზმეზე? წყევლა უნდა მოხსნათ. როგორme უნდა ვაიძულოთ რომ ის ალაპარაკდეს? მხოლოდ სისულელეებს ლაპარაკობს. მოიცა. ან იქნებ თუ უთავოს დაინახავს, თავად გაუმკლავდება მას? კარგი იდეაა. ჩვენ სახლში უნდა წავიყვანოთ. ამელკა, სულ გაგიჟდი? ვიღაც უცნაური მოხუცი ქალი წავიყვანოთ სახლში? ლეო, ამელკას შენ სტუმრობს სახლში. ჯინი, გაგიმართლა რომ გოგო ხარ.
გვინდა რომ ჩვენთან ერთად წამოხვიდე? ეს სახიფათო იქნება. ბებო, კარგი. ლიმონადი და ნაყინი გიყვარს? მიყვარს. მაშინ ჩვენთან ერთად წამოდი. გაგიმასპინძლდებით. წავიდეთ. მეგონა რომ ის ვერასდროს გაიგებდა ჩვენსას. მოდი, ბებო. აი, აქ ვართ. ეს სასახლე სისხლით არის გაჟღენთილი. რა? რა სასახლე? კარგი, ალბათ ჩვენს სახლს გულისხმობს. მაშინ რატომ არის სისხლით გაჟღენთილი? ეს მაშინებს ბებო, გითხარი, რას გულისხმობ? ჩადოსნურ ელექსირს ველოდები. რა? როგორი ელექსირი? ბებო, აქ წამლებს არ ვამზადებთ. ალბათ ლიმონადი უნდა. მართალია, დავპირდი. წავიდეთ. აი, შენი ელექსირი. ეს სასმელი. თავად ღმერთებმა გამოიგონეს. კი, გეთანხმები. კარგი, უთავო სადღაც აქ დადის. უნდა დაგვეხმაროთ. როა? დალიოს სასმელი ბოლომდე და შემდეგ დაველაპარაკებით. კარგი, ვაიმე, სახლში უთავო კაცი დადის. ამასობაში ჩვენ ველოდებით როდის დალევს მოხუცი ქალი ლიმონადს, მაგრამ სხვა არჩევანი არ გვაქვს. ო! ო! რა შევს მას? ჰეი, ბებო, კარგად ხარ? როგორც ჩანს, ძინავს. მისი ბოზებნა საერთოდ არ იყო საჭირო, ის უსარგებლოა. უბრალოდ დრო დავკარგეთ. დაიგზინოს და მერე ყველაფერი გაიხსენოს? ანელკა ისეთი გულუბრყვილოა. უთავო ჯერ არ მოსულა. ვფიქრობ, ცოტა ხანს შეგვიძლია რომ დაველოდოთ და მოდი, თავად მოვიძიოთ ინფორმაცია ინტერნეტში. ვინმე სახსოვს რა სახელი ეწერა საფლავის ქვაზე? კარგი, ვერაფერი დავინახე. შესანიშნავია, მაშინ როგორ მოვძებნოთ რაიმე? სასაფლაოს შესახებ ინფორმაცია მოიძიე. შეიძლება იქ ეწეროს რამე. ძველი სასაფლაო. აი ისიც. 200 წლის წინ დაარსდა. მასზე ყველაზე საშიში დამნაშავეები იყვნენ დაკრძალული. სასაფლაოსთან ბევრი საშინელი ლეგენდა და მითი არის დაკავშირებული. იქ წასვლამდე უნდა წაგვეკითხა. ძალიან საშიშია, რომ ცოდნო და ცხოვრებაში არ წავიდოდი მე იქ. უკვე მივხვდი ჩემს შეცდომას. ჯობია მითხრათ, როგორ მოვიშორო ეს მონსტრი? რაიმე იდეა გააქვთ? კარგი, ეს ინფორმაცია საკმარისი არ არის. მაინც იმედი მაქვს, რომ ბებია დაგვეხმარება. კარგი, ამაში უკვე ძალიან მეპარება ეჭვი. წამოდით ის შევამოწმოთ. მოიცა. სიკვდილის პირას ვიყავი. კინაღამ გული გამისხდა. უცნაურია რომ შენმა ტაქტიკამ გაამართლა. ის უთავოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერაფერს ხედავს და არაფერი ესმის. მაშინ როგორ მოხდა ჩვენს სახლში? ეს არ ვიცი. გაიგვიძე, უბედურებაში ვართ. ისევ ნახეთ უთავო. მოიცა, გზნობ რომ ის ძლიერდება. უთავო კაცი? კი, რა იცი მის შესახებ? გვიანბე რამე მაინც. ის თავისი გონებით ცხოვრობს. აუზში ცურვა გინდა? კი, მაშინ წავიდეთ. მოგწონს? კი, დაგვეხმარა და შემდეგ შეძლებთ რამდენიც გინდა იმდენი იცურაო. კარგი, წყალი დიდი ძალის წყაროა. ის ყველა უბედურებას ეცხავს. მესმის რომ ცურვა გინდა, მაგრამ ახლა ჩვენ საფრთხეში ვართ. საფრთხე თავშია. არა, ჩვენ ეს არ მოგჩვენებია. ეს რეალურია. ხო, ძალიან გვჭირდება შენი დახმარება. კარგი. თავი უნდა გატეხოთ. უკვე თავები გავიტეხეთ. ძალიან ბევრი რამე ვიფიქრეთ. ბავშვებო, მომყევით.
მართალი იყავი, მან საერთოდ არაფერი იცის, ან იცის, მაგრამ საუბარი არ უნდა. ჩემთვის უნდა მოგესმინათ. შენთვის საერთოდ არ უნდა მოგესმინა. კარგი, ყოველ შემთხვევაში ის ჩვენი დახმარე აღარ არის, მაგრამ ჩვენ მასე დიდი იმედები გვქონდა. ახლა რა ვქნათ? გონი სასაფლაოზე უნდა დავბრუნდეთ და საფლავი ვნახოთ. იქ დაბრუნება აღარ შემიძლია. მოგიწევს, თუ არ გინდა რომ დაწყებილი დარჩე. კარგი, ერთი შეხებაც კი შეიძლება საბედისწერო რო აღმოჩნდეს. რამე თქვი? კი, ბავშვებო, გასაგებია. გონი მივხვდი, როცა ნორმალურად პასუხობს, ან კი, ან არას ამბობს. კარგი, ცადოთ. ბებო, იცი როგორ დავამარცხო თუთაო? კი, კარგია. ის საშიშია? კი. როგორ დავამარცხოთ ის? ყველა პასუხი თავშია. ჩვენ არანაირი პასუხი არ გვაქვს. ლეო, უბრალოდ კი ან არა, გახსოვს? შეგვიძლია მისი დაკითხვა სამუდამოდ გავაგრძელოთ. ლეო, მართალია, ურჩხულის სასამარცხებლად მილიონი გზა არსებობს. ჩვენ ყველას მევკითხავთ. თუ დაგჭირდება, ვკითხავთ. ამ ენერგიას ვგზნობ. ის აქ არის. რა? რაზე ლაპარაკო? ბავშვებო, გახსოვდეთ რომ არ იმოძრაოთ. მოძრაობა სიცოცხლეა. ხო, გაჩუმდი, ის გაიგებს. ბებია, წამოდი ამელკა. ნახე, მოხუჩი ქალი მოკლა. კი, კარგი, მაგრამ მან გადაგარჩინა. სულ მცირე რაღაცაში მაინც გამოგვადგა. ლეო, როგორ შეგიძლია ამის თქმა? ეს ხუმრობა არ არის. ხალხო, მოიცა, მან იცოდა რომ უთავო მოდიოდა. მართლა? მან თქვა, რომ ამ ენერგიას სადღაც ახლოს გრძნობდა. ასე თქვა. მეგონა რომ ეს მხოლოდ სიტყვები იყო. რა მოხდება? თუ მხოლოდ სიტყვები არ არის, გონია რომ დაშიფრული სიტყვებინოებით საუბრობს? კი, მე ასე ვფიქრობ. გახსოვთ რა თქვა? მახსოვს ფრაზა ის თავისი გონებით ცხოვრობს. მან თქვა, თავი უნდა გაიტეხო. მან თქვა, ეს ღმერთების სასმელიაო. ლიმონადზე თქვა, ეს არ ითვლება. და მან ასევე ისაუბრა სიკვდილის შეხებაზე. მან იცოდა რომ ამელკას გადასარჩენად სიცოცხლე სწირავდა. თავი, ის ყოველთვის თავზე საუბრობდა. კი, თავი, ფიქრები. სწორია, თავის ქალა, ის თავის ქალაზე ამბობდა. სწორია, ეს თავის ქალაა, ეს უთავოს თავია. ლეო, ყოჩახ. მოგონდეს არა, ჩვენ მას თავის ქალა არ უნდა მივცეთ. შენ აუშთან გაიქეცი და მე მის ყურადღებას გადავიდან. ჰეი, აქ ვარ, მოდი აქ. ბავშვებო, ის უფრო ძლიერი და სწრაფია ვიდრე ადრე. რა უნდა გავაკეთო? რა უნდა გავაკეთო? თუ ჩავარდები პანიკაში, მიდი და იფიქრე. გახსოვს, როცა აუსთან მივიდა, წყალზე რაღაც თქვა. მართალია, წყალი ყველა უბედურებას ჩამორეცხავს. კარგი, არ მეგონა რომ ჩემი ცხოვრება ასე დასრულდებოდა. იმედი მაქვს რომ ეს იმუშავებს. მე მჯერა ამის. როგორ ხართ, გოგოებო? კარგად, კარგად. გოგოებო, ვირდებით რომ სასაფლაოზე ფეხს აღარ დავდგამ. სამწუხაროა, რადგან მე უკვე მოვიფიქრე შენთვის დიდი გამოწვევა 24 საათი სასაფლაოზე. არა, გამბედაობა არ მაქვს. ვარ, იმ მოხუცი ქალის გამო. ძალიან დაგვეხმარა. სამწუხაროა რომ აუში ვერ იგწურავა. სასაფლაოების გეშინიათ? დაწერეთ კომენტარებში. ასევე დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ნახვამდის ყველას!